პირდაპირ ეთერში ვთავთ სამინისტროს. დღევანდელი ჩვენი პრესკონფერენციის თემა დეპუტატ ირმა ნადირაშვილის საქმიანობაში არსებული ის ფარული დეტალები, რომელზეც სამწუხაროდ არც ცნობილი დღემდე არაფერი არ იყო ჩვენთვის, მედია საშუალებებისთვის და სამწუხაროდ არ ფიგურირებს არც მის ბიოგრაფიაში, რომელიც დევს საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. მოგეხსენებათ, ქალბატონი ირმა ნადირაშვილი გახლდათ ტელეკომპანია რუსთავიორის თანამშრომელი წლების განმავლობაში. მის ბიოგრაფიაში არის მითითებული 2008-დან 2012 წლის ჩათვლით შემდეგი ინფორმაცია, რომ ირმა ნადირაშვილი 2008-2009 წლებში მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორში პროგრამა პოსტსკრიპტუმის მთავარ პროდიუსერად, ხოლო 2009 წელსა და 2010 წელში იყო ამავე ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი. შემდეგ ის გადადის უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ჩვენს მიერ სამინისტროში მოკლეული მასალებით ირკვევა, რომ სწორედ ამ პერიოდში 2009 წლის 19 თებერვლიდან 2010 წლის 22 აპრილამდე, ანუ 14 თვის განმავლობაში, ქალბატონი ირმა ნადირაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იკავებდა მინისტრის დავით ყეშელაშვილის რჩევლის თანამდებობას. რასთან გვაქვს საქმე? პირველი გეტყვით, რომ ზემოაღნიშნული თანამდებობაზე დანიშვნიდან გათავისუფლებამდე პერიოდში მის მიერ თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად მიღებულმა შრომის ანაზღაურება ხოლო პრემიის სახით მიღებულმა შემოსავალმა 22.060 ლარი. ჯამში მას მიღებული აქვს 50.560 ლარი. საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გითხარით, რომ განთავსებულია ინფორმაცია, სადაც ეს ინფორმაცია რატომღაც არის დაფარული. რატომ საინტერესოა? საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეორე პუნქტის მე-5 მუხლის პუნქტის და მე-6 მუხლის შესაბამისად სახელმწიფო სამსახურში მუშაობის პერიოდში მის მიერ დაკავებული თანამდებობის გათვალისწინებით ირმა ნადირაშვილი წარმოადგენდა სახელმწიფო მოსამსახურეს მოხელეს. ამავე კანონის 64 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება და ანაზღაურებადი სამუშაო შესრულება დასაშვებია მხოლოდ იმავე სახელმწიფო დაწესებულების სისტემაში. ანუ თუ ირმა ნადირაშვილი იმუშავებდა ჩვენსავე სამსახურში და შეთავსებით იქნებოდა მაგალითად მშევლის თანამდებობაზე, მას ამის უფლება ჰქონდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ის იყო ტელეკომპანია რუსთავიორის თანამშრომელი პარალელურად და ამავდროულად იყო საჯარო მოხელე, მას კანონი ამის უფლებას არ აძლევდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციასა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ირმა ნადირაშვილის პირად საქმეში არსებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით, შესაძლებელია დასაფუთებულად ვივარაუდოთ, რომ ირმა ნადირაშვილი 2009 წლის 16 თებერვლიდან 2010 წლის 22 აპრილის ჩართვლით იკავებდა სახელმწიფო სამსახურში სახელმწიფო მოსამსახურის მოხელის თანამდებობას და იმავდროულად საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნულ ნორმათა დარღვევით ეკავა სხვა თანამდებობა და ასრულებდა ანაზღაურებად საქმიანობას ტელეკომპანია რუსთავიორში. ჩვენ ამ მასალებს ერთი მხრივ გადაუგზავნით არასამთავრობო ორგანიზაციებს იმისათვის, რომ გაეცნონ ისინი და გამოაქვთ ქვეყნან საკუთარი დასკვნა, ხოლო მეორე მხრივ იმის გათვალისწინებით, რომ იკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაული, ეს მასალები ასევე გადაეგზავნება საქართველოს პროკურატურას იმისათვის, რომ დაიწყოს მოკვლევები. ჩვენ გვაქვს ასევე აქ უწყისები, რომელთაც დასტურდება ის თანხები, რომელიც ირმა ნადირაშვილს აქვს მიღებული ამ პერიოდში, შესაბამისად ალბათ პროკურატურა დაიწყებს მოკვლევას და დადებს სათანადო შეფასებას. დიდი მადლობა.